აქედან ჩვენ გავაგრძელებთ პირველ ხალხს ისეთი მეორე პიკი იქნება, იმიტომ რომ დასაწყისი უკვე ესეთი კარგი იყო, 9 საათზე იქნება ისევ ლეტს პარკი, ისევ ბულვარში და ამ ტერიტორიაზე. მერე 10-ის ნახევარში დაიწყება საუკეთესო ერთ-ერთი, რაც კი შეიძლება, რომ ამ კვირაობის განმავლობაში ვნახოთ უცხოელებიდან, ეს არის ბოლივუდ მასალა ორკესტრი, რომელსაც ორკესტრზე. Bollywood Masala Orchestra, Spirit of India. ბოლივუდის მასალა ორკესტრისათვის ინსპირაციაა ინდოეთი. მუსიკოსების ოჯახში დავიბადე რაჯასტანში. მამაჩემი სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. მსოფლიო მოვიარე ათასობით წარმოდგენა ვნახე და მიზნად დავისახე შემექმნა რაღაც ახალი ამ სფეროში. გამაერთიანებინა სასულე და ტრადიციული ინსტრუმენტები და შემექმნა ახალი ორკესტრი. მოგზაურე რაჯასტანიდან მუმბაიმდე. ინდოეთი დიდი ქვეყანაა, ოფიციალურად 21 ენა გვაქვს და მილიონამდე დიალექტი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩრდილოეთ ინდოეთს რაჯასტანიდან მუმბაიმდე. We want to invite and we want to defend. ჩვენ გვინდა მოგვიწვიოთ და გაჩვენოთ ცოცხალ ორკესტრთან ერთად შესრულებული სიმღერები და ცეკვები, რითაც განსხვავდებით ბოლივუდისაგან, სადაც ჩანაწერს მღერიან და ცეკვავენ. ჩვენი ორკესტრი პირველია, რომელიც ცოცხლად ასრულებს სიმღერებს და ცეკვებს. იმისათვის, რომ იცოცხლოს და იარსებოს მუსიკოსმა საჭიროა ბევრი მოგზაურობა, კონცერტი და გამოსვლა მაყურებლის წინაშე. By English people. ჩვენ შევეცადეთ ჯგუფში მოგვეწვია განსაკუთრებული შემსრულებლები. ვოკალისტები იქნებოდნენ ისინი ინსტრუმენტალისტები თუ მოცეკვავეები. ინდოეთში საშემსრულებლო ხელოვნება თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს ოჯახური ტრადიციაა. ამ ხელობას ისინი ასწლეულების განმავლობაში ფლობენ და ავითარებენ. მაგალითად, მოცეკვავეთა ოჯახიდანაა. ტაბლაზე შემსრულებლის ოჯახში ყველა ტაბლაზე უკრავს და ასე ასხვევიც. რაც თქვენ ნახეთ, ძალიან დიდი დაკვირვების შედეგად შეიქმნა. შეარჩიეს ტრადიციული ინდური ინსტრუმენტები და მასზე განსაკუთრებული შემსრულებლები. ამ ერთობლიობით შემოგთავაზეთ სანახაობა, რომელიც მთელ ინდოეთს გამოხატავს თავისი მრავალფეროვანი კულტურით. Very particularly. იმისათვის, რომ შექმნა რაღაც და იყო მუსიკოსი, ბაზა გჭირდება. ჩვენ ჯერ კლასიკურ მუსიკას ვსწავლობთ, შემდეგ ტრადიციულს, შემდეგ ბოლივუდურს. ჩვენ ერთმანეთში ავურიეთ სხვადასხვა ფერები და შევქმნით ერთიანი სამყარო, სივრცე. ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება, გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც არსებობს. რადგან ასეთი თავისუფლება გვაქვს, ამ მასალით ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომლითაც ბედნიერებას ვანიჭებთ ადამიანებს და მსოფლიოს.
think the base is always traditional music. ბაზა არის ტრადიციული მუსიკა, რაც გაგვიგონია, რაც გვისწავლია. ამას ყოველთვის ვანახლებთ, ყოველთვის განსხვავებული იდეები გვაქვს, იმიტომ რომ გარშემო ცხოვრება იცვლება. რეჟისორები, მსახიობები, მუსიკოსები სიახლეებით გამოირჩევიან. ახალი ინსპირაციები აქვს და ვითარდებიან. მაგალითად, დღეს წავიმღერე, ეს ხომ არ არის ახალი, ეს ტრადიციულიდან გამომდინარეა. შეიძლება სხვა ბენდის მუსიკა გავიგონო და ამას ჩავურთავ ინდურ ელემენტს. მერე დავამატებ ცეკვის ელემენტებს და გამოვა ის, რაც გამოვა. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ასე ვითარდებით. წინ მივიწევთ. მაგალითად, აქ რომ ვართ, ესეც ჩემთვის ინსპირაციაა. ამ შენობის დეტალები რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ჩემს სახლში დეკორაციად? ყველაფერს ვისრუტავთ, რაც გზაში გვხდება. ასე ვცხოვრობთ, ასე ვსუნთქავთ. ასეთია ჩვენი ცხოვრების სტილი. თუ ბედნიერი ხარ, ბედნიერ მუსიკას გააკეთე. ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ბოლივუდის მასალა ორკესტრა ინდოეთითაა ნასულთქმულები. პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, რომ ცოცხალი ორკესტრი მოგზაურობდეს მსოფლიოს გარშემო მოცეკვავეებით, მომღერლებით, პერკუსინებით, ჩასაბერი და ტრადიციული ინსტრუმენტებით. ეს არის ახალი, რაც ინდურმა ინდუსტრიამ უჩვენა მსოფლიოს. ეს არის ყველა იმ ფერების ნაზავი, რომელიც ინდოეთშია. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სწრაფად, მივყვებით მუსიკას, მივსდევთ ტაბლას რიტმს. აქ ენის სპეციფიკა და დიალექტი არაფერ შუაშია. ეს არ არის სიტყვები. იგი თაობიდან თაობას გადმოეცემა და ჩვენც ასე ვისწავლეთ. როგორც მამა ჩემი აკეთებდა, გავიმეორე. ეს ტრადიციაა, ასე ისწავლება. ამას ემატება ინსტრუმენტი, ვოკალი და ასე იქნება ერთიანი მუსიკა. ძალიან მოგვეწონა ქართული პუბლიკა, ძალიან სასიამოვნო იყო ხიმილიანი სახეები. მხოლოდ პოზიტიურ განწყობას ტოვებენ და იმედია, ყოველთვის ასეთები იქნებიან. ფესტივალები არის ძალიან დიდი რისკი და არ არის ყველა შესაძლებელი ყველა ქალაქში. არქიტექტურის გამო, პირობების გამო, ბევრი რამე არის გამოც. ამ ქალაქში ეს აი ამ ხელა რომ გააკეთო, ჩანს ამ ხელა. ქალაქი გაძლევს ამის შესაძლებლობას, მისი მაყურებელი, ანუ მისი მაცხოვრებლები, აქ ჩამოსული სტუმრები და ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო კარგი უნდა იყოს. რახან პირველი იყო რა თქმა უნდა, თავის პატარ-პატარა ხარვეზები ქონდა. ბევრი რამე რაც ვერ გავითვალისწინეთ, მაგრამ თუ არ გადადგავ პირველ ნაბიჯს, დისკუსიის გარეშე, თუ არ გადადგავ პირველ ნაბიჯს, რომ ის უნდა გააკეთო, რაც უნდა გააკეთო. სხვანაირად ვერ გაიგებ, რა შეიძლება უკეთესი იყოს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. ძალიან კარგი მსახიობები იყვნენ, ძალიან კარგი ქართული თეატრები, ძალიან კარგი უცხოური თეატრები, პროფესიონალები, ვინც ქუჩაში მუშაობენ. პროფესიონალები ვინც მუშაობენ არაპირობით, არა თეატრალურ სივრცეებში. და ეს არის ყველაფერი რაღაცა ის ხიბლი, რომელიც მე უფრო მეც გაფიქრებინებ შემდეგი წლისთვის და რაც უფრო მეტი მოგინდება, რომ უკეთესი იყოს. წვიმაც კი გახდა მონაწილე პირი გარკვეულ სპექტაკლს ძალიან მოუხდა წვიმა. რაღაცა დამატებითი ხიბლი შეძლო. ლეგენდა რომ წვიმს და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ, ეს მე იმედი მაქვს, რომ ეს თლიანად ჰიტ ბათუმი ამას თლიანად დაარღვევს, იმიტომ რომ ბევრ ქალაქშია წვიმა, რა მოხდა? Elenan! Piso! Piso! Okay. Julia! What? What is it? Let's go! Okay. Okay, wait a minute. What happened, Miranda? What
No problema. No problema. Okay, good. Vai, vai, good. Ricardo, tira otra. No problema. Okay. What happens? ეს არის ქუჩის თეატრი, რომელიც ყველასთვისაა. ადამიანები თეატრში შოუს სანახავად დადიან. ჩვენ შემთხვევაში მათ არ სჭირდება თეატრში წასვლა. ჩვენ თავად მივდივართ მათთან. ეს მათთვის სიურპრიზია და ჩვენ მოგწონს სიურპრიზების კეთება, რადგან ამით ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებთ და ვაბედნიერებთ. პირველივე შეხვედრისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი, ძალიან ბევრი საერთო ჰქონდა და მათ შორის იუმორის კარგი გრძნობა. ჩვენ გამოვიყენოთ ურბანული სივრცე, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო და მიღებული შთაბეჭდილებებით და შთაგონებით გადაწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთობლივი შოუ. მერე ეს ყველაფერი იუმორში გადაიზარდა. ყველა ქვეყანაში ჩასვლისას ჩვენ ვეცნობით გარემოს, სადაც წარმოდგენა უნდა გავმართოთ. როგორც წესი, გვაქვს თემა რესტორანზე. ჩვენთვის მთავარია გქონდეს ორი შენობა. დანარჩენ პერფორმანს შემოთავაზებულ სივრცეს ვარგებთ და ისევ თამაშობთ. ამის გამო ყველა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ შოუს ვაწყობთ. ერთიც ვნახოთ გამოჩნდა ბებერი ბოგანი. ვაგაბონ. თავისი სამი ბრგე, ახოვანი ვაჟიშვილი, trois garçons. უბრალოდ ვაჟიშვილი დაიჭირა ჰერცოგის მოჭიდავე შარლს. შარლმა მაშინე დასცა მიწაზე და იქ ჩამოთვრია სამი ნეკნი. Un, deux, trois. მადლობის მეტყვი არაფერი არ მეთქმის ბათუმელი ალაჩეულებრივი მაყურებლის მიმართ, რომელიც ამ სიცხეში ამ როდესაც მეც კი გავიქეცი მეორე აქტიდან და სიგრილეში შევაფარე თავი დარჩენდა შეხედეს მიუხედავად იმისა, მიუხედავად ახმის ბადრა პრობლემებისა და ტექნიკური რაღაცებისა, ჩემი აზრით კიდევ ერთხელ მე ჩემთვის აღმოაჩინე რომ კიდევ ერთხელ რომ ბათუმის მაყურებელი ერთ-ერთი ალბათ ყველაზე კარგი მაყურებელია საქართველოში, თეატრალური მაყურებელი. 1000-ჯერ უფრო ხიარული ჩანვარ, ვიდრე შენს გონებას შეუძლია რომ წარმოვიდგინოს. გამაიმინე რა ვქნა. დავივიწყო რომ მამა ჩემი სასახლიდან განდემილია და ყველას მხიარულად მოგაჭეროთ თავი? არა. მაშინ ნუ მყობი მხიარულ როცა ჩემი დამშვიდება არ შეგვიძლია. ჩანს ისე არ ხარებია როგორც მე მიყვარს. სელი აგერ უდარებ. ესეთი ტიპის სცენა ყველაზე მამა ჩემს რომ კაი. ნამდვილი სცენაა. უბრუნდება თავის პირველ წყაროს თეატრი. ბალაგანურ საწყის თავისას. თუ გინდა არ გინდა ბალაგანურ, თუ გინდა ბერძნულ თეატრს, რომელსაც გინდა. თეატრი, რომელიც გარდა რაღა თავის ათქმელისა არაფერი არ აქვს უკან. არ აქვს ტექნიკა, არ აქვს თანამედროვე უამრავი საშუალებები, რომლებიც არაჩვეულებრივი, მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც შიშველი მსახიობი და შიშველი დრამატურგია დგას მაყურებლის წინ,
ეს არის საუკეთესო ვარიანტი თეატრისა. პირველ ყოფილი და შესანიშნავი. გაიმარჯვებს თუ არა მსახიობი და თეატრი ამ შემთხვევაში. ეს მხოლოდ მის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული. მიუახლოვდა და აკომპანებული ხელით შეეცადა პრიჭაში ერთა. ამაო მოაშორა თუ არ ხელებით ცოლს ისევ მოეძებცა. ისევ შეუძლო. მაგრამ ჩემი კვლავ მეურნელა გაეცნა, ახლა უფრო საზიზღრად დაამოვი. ისევ შეუძლეთ. ისევ ასე ამდენჯერ მოიქცა, მაგრამ პირი არ იკვრებოდა და უარესად აჩენდა გამოჩენილ კბილებს. დაგირობაშო. უკან გაიწია და შეამჩნია, რომ მიციქოს სახეზე ტანჯვის ნაოჭები ოდნავ შევიდა. განასა. ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ასე ვთქვათ დედაქალაქს გარეთ თამაში და განსაკუთრებით ბათუმში რასაკვირველია. იმიტომ რომ იცით რა, ეს არის რაღაცა, რაც არასოდეს და შეუძლებელია რომ შევადარო ნებისმიერი გასტროლი უცხოეთში, გასტროლს საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ეს არის შეხვედრა ისევ და ისევ იმ ადამიანებს თან, ვინც ძალიან კარგად იცის ის კონტექსტი, რომელზეც ეს სპექტაკლი, რომლის გარშემოც ეს სპექტაკლი არის, ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, რასაც იქ ლაპარაკობს და მსახიობი და თან რაც მთავარია ახალია მათთვის. აი ეს ორი რამ არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიხარია რომ რაღაცა განსაკუთრებული ესეთი სტერეოტიპი ჩვენთან, ჩვენ ანსამბლთან, სამეფოუბნის თეატრთან, მათ შეიძლება აქვთ, შეიძლება არ ქონდეთ და ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მათ პირველი შეხვედრა აქვთ, ასე ვთქვათ, ჩვენთან, იმასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ასე. არ ვიცი როგორ შევაფასო მაყურებლის რეაქცია. ძალიან რთულია ეს ყოველთვის. მით უმეტეს მე რომელიც იქვე არ ვარ, მათ შორის არ ვზივარ ხოლმე, მაგრამ მე მგონია რომ ისე იმდენადვე ადეკვატური იყო რასაკვირველია მათი რეაქცია, როგორც ყოველთვის არის ხოლმე ბათუმელი მაყურებლის, იმდენად რამდენადაც ისინი მართლა ძალიან მაღალ თეატრალურ ტრადიციაზე აღზრდილი მაყურებლები არიან და ამ თვალსაზრისით ჩვენ არ შეიძლება რომ არ მივაქციოთ ყურადღება იმ სიჩუმეს, რომელიც დარბაზში არის ხოლმე. მე არ ვლაპარაკობ ზრდილობის თვალსაზრისით, მე ვლაპარაკობ სწორედ ატმოსფეროს თვალსაზრისით, რომელსაც მაყურებელი ქმნის და კარგი მაყურებელი ქმნის ესეთი ტიპის სიჩუმეს ყოველთვის. ჩამოვიქრე. ხალხი ესენი კიდევ რაღაცას აძლევენ ხოლმე მსახიობს, რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ ცოცხალი კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მხოლოდ თეატრში და მხოლოდ ესე ახლოს მსახიობთან. მერსია ჩვენთვის დიდი უგეშია. თავს არ არის ვაწოდებ, მაგრამ გმირია. და ჩემი ხო მე და ჩემი გმირები იმიტომ რომ არ გავხდი, იმიტომ რომ გამიცედი გადავჭირდა. ბავშვების გადავარჩინე და იმიტომ რომ
ზოგადად რომ მუშაობ პროგრამას, ბევრი რამე განსაზღვრავს, ბევრი საკითხია, რითიც არჩევ. მაგრამ ერთი იყო რომ მთავარი ის ვინც მუშაობს ქუჩაში. მთავარი საკითხი იყო. ვინაიდან ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, ვინაიდან ჩვენ მათთან მეგობრობთ, ვინაიდან მათთან გვაქვს გარკვეული კავშირი და ვინაიდან ჯერჯერობით მათთან თანამშრომლობა არ მოხდა, ეს იყო პირველი როცა ეს მოხდა. ბადებში რაც ჩაჯდა, ბევრი რამეა კიდე. აი ნახეთ როგორ უხდება ბათუმს ყველაფერი აი თქვათ აი რა გამოცდილება შეიძლება ამ პირველ წლით და რას გაითვალისწინეთ თქვათ მომდევნო წლებში. კი, ბევრი და კარგი რამეა ძალიან, იმიტომ რომ პრაქტიკულად რომ მუშაობ, ამას შეიძლება ის რომ ბულვარი შეიძლება უფრო მეტად დაიტვირთოს. ცოტა ისეთი სივრცეებში რომ შევალთ ჩაკეტილში ბევრ რამეს გავითვალოთ, მათ შორის გახმოვანების პრობლემას, რომელიც თქვა ჩვენ ესე აქამდე არ ვიცოდით. გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლებელია წვიმა კიდე დაგვემუქროს, რომ მეც თქვენთან ერთად უნდა ვიყო, არ ვიცი მე ვერ ხვდება იმა, რომ შეიძლება რამე ჩაშალოს წვიმამ. ამას გავითვალისწინებთ და როგორ რამდენიმე ვერსიაა და ყველა ვერსიას ალბათ. გავითვალისწინებთ ატმოსფეროს. მივხვდით საით მიდის ინტერესები. ნაწილობრივ ამ ინტერესებისკენ ჩვენ სწავლთ და ნაწილობრივ ჩვენ წავიყვანთ მაყურებელს იმ ინტერესებისკენ, როგორც მათ მერე გაუჩნდებათ კიდე რომ ნახავენ რაღაცებს. ანუ ეს არის ძალიან ბევრი რამე, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ინფორმაციის გაცემას, ტურიზმის სეზონს, არატურიზმის სეზონს, გავითვალისწინებთ იმას, რომ თქვათ ძალიან ბევრი შეიძლება სასტუმროებთან ერთად იმუშაო, ის რო არის უცხოენოვანი, აქ ამ დროს ბევრი ხალხი. რაც შეიძლება მეც საუკეთესოს რამაც შეიძლება ეს ქალაქი გადააქციოს ძალიან ხომაღლა არ გამომივიდეს მეშინია რა, მაგრამ ახალ ცენტრად თეატრალური ხელოვნების შავი ზღვის ბასენზე ყველანაირი პოტენციალია და რა თქმა უნდა მიზანი აქეთკენ არის ალბათ.